პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბინადრობის ნებართვები არ უნდა გაიცემოდეს ბინების ყიდვაზე. ცალსახა. ნახეთ დღეს რა ხდება. როგორც ზუსტად მესამე მსოფლიო ჩამორჩენილ ქვეყანაში. თუ იყიდი ბინას, შენ გეძლევა უფლება იცხოვრო საქართველოში. ეს უკვე დაუშვებელია, ეს აღარ არის საქართველოს ასეთ მდგომარეობაში და რეალურად ეს წესი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაზიანებს მეგობრებო. რატომ? იმიტომ რომ შენდება ბინები, რომლებსაც ვერ ვყიდულობთ ჩვენ, ქართველები და რომელსაც ყიდულობენ უცხოელები და მთელი ქვეყანა გადაიქცევა ასეთ უცხოელი გამქირავებლების ქვეყნად. სადაც არც ეკონომიკა არის, არც ამავე ხდის გადასახადს რო გზაგაკეთდეს და სკოლა აშენდეს, ხო? ეს არის ძალიან დამღუპველი მეთოდი. დომინიკის რესპუბლიკა, ჰაიტი, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ვერასოდეს პირველი მსოფლიოს ქვეყანა ვერ გახდა, სწორედ ამ გზაზე წავიდა. იმისთვის რომ ამ გზაზე ჩვენ არ დავდგეთ, ეს უნდა გავაკეთოთ. არავით არის ბინადრობის ნებართვა ბინის ყიდვაზე. დღეს რა ხდება? $100,000 თუ გადაიხდი, შენ იღებ ბინადრობის ნებართვას. ბინას თუ იყიდი $100,000. მეგობრებო, ოროთახიანი ბინა ამას აკმაყოფილებს და მერე რა ხდება? 1000 აფიორები აქვთ მოფიქრებული უცხოელებს ერთ ბინას როგორ ფლობს ბევრი ხალხი, ერთიდან მეორეში გადადის, ვითომ ფიქტიურად იმისთვის რომ მოიპოვონ ბინადრობის ნებართვა. ეს უნდა აღკვეთოთ. გინდა ბინადრობის ნებართვა? ჩადე ფული საქმეში, ჩადე ფული ბიზნესში, ჩადე ფული კომპანიაში, ჩადე ფული ქარხანაში, შექმენი სამუშაო ადგილები. აი ასე მოიპოვებ ბინადრობის ნებართვას. ეს არის ნაბიჯი პირველი. ნაბიჯი მეორე.